გილოცავ 18 წლიანი მოლოდინი დასრულებულია. ქართველი ისევ ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი. ფინალზე გვაქვს სასაუბრო. თან ისეთ ფინალზე, სადაც ისტორიული პირველი ქართული გოლი გადის. PSG-მ ტოტალური ფეხბურთით მარწუხებში მოაქცია მილანის ინტერი და 5 უპასუხო გოლით დასაჯა. ვიხილეთ ფრანგი ნეიმარის დეზირე დუეს ტოპ პერფორმანსს. კიდევ ისიც შეგვიძლია ვახსენოთ, რომ ლიგის ფინალების ისტორიაში უდიდესი სხვაობა დაფიქსირდა. აქამდე რეკორდი 1994 წლის მილანს ეკუთვნოდა. მაშინ როსონერიმ კრუიფის ბარსელონა 4-0 დაამარცხა. ბოლოს ინტერმა 4 ბურთიანი სხვაობით 13 წლის წინ წააგო და გაინტერესებთ ვისთან? რომასთან. ხო, ვიცი რომ არაფერს გეუბნებათ და მოდი დავძინ, რომ მაშინ დედაქალაქ გუნდს სწორედ ლუის ენრიკეც ხვდნიდა. სანამ გავაგრძელებთ, მოდი ვიდეო მოიწონე, არხი გამოიწერე და სათქმელი კომენტარებში შეგიძლია გაგვიზიაროთ. კი, დიახ, მადლობა ამისთვის, მხარდაჭერისთვის, აი ახლა გავაგრძელოთ. პარი სენ-ჟერმენი დიდხანს ცდილობდა თანავარსკვლავედით გადაჭედილი გუნდის შენებას. 2011 წელს კატარული ინვესტიციის მიღების შემდეგ იყო არაერთი სახელოვანი ვარსკვლავი. ზლატანი, ნეიმარი, მბაპე, მესი, თუმცა პრესტიჟული ტიტულის დაუფლების ყოველი მცდელობა კრახით სრულდებოდა. და როცა ბოლო სუპერსტარმა კილიან მბაპეს სახით დაატოვა გუნდი, სწორედ მაშინ შეძლო ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა. PSG-ს ხელმძღვანელებმა როგორც იქნა სწორი აქცენტები გააკეთეს. ჯანსაღ გარემოზე, გუნდურ ფეხბურთზე, რამაც უმალ შედეგი გამოიღო. ლუის ენრიკემ შექმნა დინასტია, რომელსაც მომავალ წელსაც თავისუფლად ძალუც იგივეს განმეორება. ფიქრობ, ხვიჩასაც თავისი დარჩენილი ოცნების ასრულება შეუძლია PSG-სთან ერთად. ზედიზედ 2 ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მაქვს საუბარი. პარიზულმა გუნდმა არსებობის მანძილზე პირველად შეძლო ტრებლის შესრულება. ლუის ენრიკემ მეორედ 2 განსხვავებული გუნდი. რაც შეეხება ჩვენს კვარას, პირველი ქართული ტრებლია ისტორიაში. ტრებლი კი არა და კვადრუპლიც არის აქტივში. იქ სკუდეტოც გაიფორმა, თუმცა ძუნს იტალიელებს მისთვის არ ემედგა. ახლა კი რა მოცემულობა გვაქვს? სულ მალე 15 ივნისიდან საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. PSG კი მომდენო ტიტულისკენ აიღებს გესს და ერთად ვიხილავთ რა გამოუვა. თუ იაქტიურებთ, ამაზეც აუცილებლად ჩავწერ ვიდეოებს. მატჩი დაიწყო ზუსტად ისევე, როგორც ბარსელონა ინტერის ნახევარფინალი. მილანელები თითქოს არ აპირებდნენ საკუთარ კარტთან მიჯაჭვას, ზოგჯერ პრესინგსაც იმიტირებდნენ, მაგრამ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ინტერის წინა პერფორმანსებისგან. მილანური გუნდი ქაოტურად გამოიყურებოდა და კონცენტრაციის ნაკლებობაც ეთყობოდა. თუ კი გუნდი კონცენტრაციას კარგავს, შემდეგ ლოგიკურად არც ერთი სხვა ტაქტიკური მანევრი თუ სქემა აღარ მუშაობს. უბრალოდ არ აღმოჩნდნენ PSG-ს ტემპისთვის მიზანი. პარიზელებმა აქტიური პოზიციური როტაცია შესთავაზეს მეტოქის. იქ ჰაკიმი აღმოჩნდებოდა გადამზღვევი დამცველის როლში. ცენტრალური თავდამსხმელი დემბელე მარჯვენა ფლანგზე იწევს, სადაც კიდევ დუეტს არის. ფაბიან რუისი რიგ მომენტებში ფორვარდის პოზიციაზე გვევლინება, ხოლო მენდეს არა თავის ფლანგზე, არამედ მოედნის ცენტრთან ახლოს ხედავ. ინტერმა ასეთ აქტიურ გადაადგილებას ფეხი ვერ აუღა. ვინც არ უნდა ყოფილიყო მათ ადგილას, არ ამგონი გაეძლოთ მსგავსი ფლუიდურობისთვის. ნერაძური პოზიციურად თავს ძალიან ცუდად იცავდა. ეს ნაკლი ცხადა ჩანს პირველი გოლის მომენტში, სადაც ნერაძურის ნახევარმცველები დასაწყობად ფლანგზე გადავიდნენ, თუმცა ამის გამო ვიტინია უყურადღებოდ დარჩა. მან კი ერთი პასით დაჭრა დაცვის ხაზზე და უმარტივესად გარდაიქმნა გოლა. ჰაკიმი როგორ აღმოჩნდა ამ პოზიციაზე, ეს ცალკე განხილვის საკითხია. რაც შეეხება გოლს, მაროკოელი მცველი ყოფილი გუნდის მიმართ პატივისცემას არ ევიწყებს და გოლის აღნიშვნისგან თავს იკავებს. ინზაგი ზედმეტ თავისუფლებას აძლევდა გუნდის ლიდერებს ყოველგვარი მითითებების გარეშე, რაც ქაოტურ მოქმედებებში გადაიზარდა. გოლის გაშვების შემდეგ ინტერი გასატანად წავიდა, თუმცა მხოლოდ სტანდარტების იმედად. ერთ-ერთ ასეთ შეტევაში PSG ავითარებს სწრაფ კონტრშეტევას და 15 წამში ბურთი კარის ბადაშია. და აი პირველი ანტირეკორდიც, ინტერი პირველი ფინალისტი ხდება ისტორიაში, რომელიც მე-20 წუთისთვის 2 გოლს უშვებს. პირველი დარტყმა ინტერმა 23 წუთზე, ხოლო კარის ჩარჩოში პირველი დარტყმა 75 წუთზე გაახორციელა. ერთადერთი რაც გამოსდიოდათ იყო ბურთის ამოტანა ტურამზე ან დუმფრისზე, იმ იმედით რომ ისინი ბურთს საჯარიმომდე მიიტანონ. ან სადმე მწვავე სტანდარტს გამორჩებული. PSG წნეხში ამყოფებდა მეტოქეს. პერსონალურად დემბელე გამორჩეულად აპრესიგებდა დამცველებს. ლიგის სხვა ეტაპებზე როცა ინტერს წნეხში ამყოფებდნენ, მაინც ახერხებდა ბარიერის დაძლევას და ბურთის შენარჩუნებას. თუმცა აქ PSG იმდენად ძრგუნავდა, რომ მხოლოდ ბურთის მოგერიების იმედად რჩებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დემბელეს სულთა მყუთავი პრესინგი, რომელიც პერსონალურად წნეხავდა, ზომერს ყველგან და ყოველთვის. მეორე გოლის გატანის შემდეგ PSG-მ ნელ-ნელა თამაშის დამშვიდება დაიწყო. პრესინგის დონე შემცირდა და ბურთის კონტროლზე კონცენტრირდა. ინტერი არც კონტრშეტევებზე გარბოდა, ვერც აპრესინგებდა, არც მეტოქისთვის ბურთის წართმევა გამოსდიოდა და არც სტრუქტურას ცვლიდა. მოკლედ, ფიზიკური მომზადების კუთხით ერთ-ერთი უსუსტესი გუნდია, რაც ფინალურმა შეხვედრამაც ცხადყო. ნერაძურიმ დაპრესინგება დაიწყო, რაღაც მცდელობებიც ჰქონდა, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა. დაახლოებით მე-60 წუთისთვის ძალა გამოცვლილი გუნდი ვიხილეთ. 73 წუთისთვის კი კლასიკური პარიზული კონტრშეტევა განვითარდა. ვიტინიას და დემბელეს ერთმანეთის ინტუიტიური გზნობა და მოედნის ბოლო მესამეში დიდი სივრცე მიიღეს, რაც დუემ გოლად აქცია.
აქედან აწუთში კი ისტორიული ქართული გოლი გადის ლიგის ფინალების ისტორიაში. კვარა ინტერის მაღლა აწეული დაცვის ხაზით სარგებლობს. აღსანიშნავია დემბელეს ძროცხრიანობა. იდეალურად იგრძნო მომენტი და უდროულესი პასი გასცა ხვიჩას. ხოლო მეხუთე გოლი ცვლილებების ხარჯზე შექმნილი სხვაობა. ეს უკანასკნელი შეცვლაზე შემოსულმა პარიზელმა ახალგაზრდებმა შექმნეს. ზაირ ემერის აჩქარებას ბარკოლა გამოეხმაურა და მაიულუს ფანტასტიკური დაფინიშება მოჰყვა. არ ყოფილა ერთი ასპექტიც კი, რომელშიც ინტერმა ღირსეულად წარმოაჩინა თავი. PSG-მ კიდე საპირისპიროდ მაქსიმუმი გააკეთა. კაცი, რომელიც ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად შეირაცხა, პირველი მიფრინავდა პრესინგს. შემდეგ სიღრმეშიც ჩამოდიოდა და ფლანგებზე გასვლასაც ახერხებდა. რაც შეეხება ხვიჩას, მუდმივად ეჭირა მაღალი დაცვის ხაზი. გამორჩეული იყო როგორც უკან, ასევე წინ. მე-80 წუთზე კიდევ გემახსოვრებათ მის მიერ 1-1-ზე დუმფრისის განადგურება. დიდ პატივისცემას იმსახურებს ლუის ენრიკე. ამ კაცს უზარმაზარი წვლილი აქვს ამ ტრიუმფში. უსმანისგან და კვარასგან სუპერ მშრომელი ორმხრივი სტარები ჩამოაყალიბა. დღეს ოლიმპოზე მათი დგომის მთავარი შემოქმედი სწორედ ესპანელი სპეციალისტი. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, ეს ინტერი არ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტვის მზად. არც ფიზმომზადებით, არც თამაშის ხარისხით, არც სიღრმით. ის იარაღები, რაც სეზონის მსვლელობისას მუშაობდა სტანდარტულებისა და ინდივიდუალური მოქმედებების სახით, ფინალში გამოუყენებელი დარჩა. განახლებული ლიგის ფორმატის ბევრად ღირსეული კულმინაცია ბარსელონა PSG იქნებოდა, თუმცა საფეხბურთო ღმერთებს სხვა გეგმები აღმოაჩნდათ. ფაქტია, ინტერი საკუთარ თავს გადაახტა. ბევრი დრამისა და სანახაობის ხარჯზე ფინალამდეც ღირსეულად მივიდა, მაგრამ მხოლოდ ფინალამდე. PSG კი არის ტოპ გუნდი, რომელიც ყოველმხრივ გამართულია. იციან თავდაცვა, ელვისებული კონტრშეტევები, იდეალურად გამოზიდვის თამაშის ტემპის კონტროლი და პოზიციური ფეხბურთის თამაში. კიდევ ბევრ საქებარ სიტყვას იმსახურებს PSG და ლუის ენრიკე ამ მონსტრის შექმნისთვის. ახლა კი გამიხარდება შრომას თუ დამიფასებ, ვიდეოს მოიწონებ და არხს გამოიწვევ. წარმატებები კვარას და PSG-ს შემდგომ გამოწვევებში, მე კი დროებით შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებთ.